გამარჯობა, მე ვარ შაკო აბრამიშვილი და დღეს ვისაუბრებთ ბოტულინო ტოქსინის თერაპიაზე, რომელიც აქტიურად გამოიყენება სპასტიურობის მართვის მენეჯმენტში. სპასტიკა ეს არის დაჭიმულობა დურებში, რომელიც ახასიათებს სხვადასხვა დაავადებებს. ყველაზე ხშირია ბავშვთა ცერებრული დამბა, რომელთა 80%-ს ესაჭიროება ბოტულინო ტოქსინის თერაპია. ასევე სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, როგორიც არის ინსულტი, პროზოქტინის ტრავმული დაზიანება და იშვიათი გენეტიკური დაავადებები. ბოტულინო ტოქსინის ინიექციები ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის, რომლებიც უკვე არიან 2 წლის ასაკში, ან მათი წონა უკვე არ ემატება 10 კილოგრამს. ეს ამ ასაკისთვის ყველაზე მარტივი ჩარევაა იმისთვის, რომ მათი სპასტიურობა შემცირდეს და ფუნქციური უნარები გაუმჯობესდეს. 1 წლის წინ საქართველოში პირველად მე და ბატონმა ცოტნამ შევასრულეთ ბოტულინო ტოქსინის თერაპია ამერიკული ჰოსპიტალ თბილისის ბაზაზე და დღეს უკვე 100 პროცედურა აქვს გაკეთებული, რომლებიც წარმატებით შესრულდა და დღეს ძალიან კარგ შედეგებზე არიან ჩვენი პაციენტები გასული. აღნიშნული პროცედურა მიმდინარეობს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ულტრაბგერის მონიტორინგით ხდება სელექტიური კუნთების შერჩევა და დოზირების გადანაწილება საჭირო კუნთებში, რათა ჰქონდეს მაქსიმალური ეფექტი პროცედურაზე. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ ქვემო და ზემო კიდურებში მაღალი დაჭიმულობის ხარისხი, რომლის შეფასებასაც ვახდენ სპეციალური შკალებით და შემდგომ უკვე უგეგმავთ ბოტულინო ტოქსინის თერაპიას. რეალურად ეს პროცედურა დაახლოებით 30 წელია უკვე გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს მიღებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჩვენს ხელმძღვანელობთ ამ გაიდლაინით. მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ, რომ ბოტულინო ტოქსინის თერაპია ეს არის ერთადერთი და ყველაზე პირველი, რაც შეგვიძლია ჩვენ 2 წლამდე ასაკში გამოვიყენოთ, რათა შევამციროთ სპასტიკა და მოვახდინოთ სხვადასხვა ორთოპედიული გართულებების პრევენცია.